დღეს ათონელი მამების მიერ დაწერილი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პორტაიტისას ხატი საბერძნეთიდან თბილისში ჩამოაბრძანეს. ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე მრევლთან ერთად სიწმინდეს აეროპორტში დახვდა. ხატი, რომელიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამიამ ჩამოაბრძანა, საღამოს 6 საათისთვის სამების საპატრიარქო ტაძარში დააბრძანეს, სადაც პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დაწერის იდეა შარშან გაჩნდა და ათონელმა მამებმა ის ქართველთა და აფხაზთა შორის მშვიდობისა და ერთობის სიმბოლოდ შექმნეს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართველებს და აფხაზებს ერთობლივად თითქმის არაფერი არ შეგვიქმნია და სწორედ ეს იდეა, რადგან ერთად დაგვეწერა ეს ხატი, ჩვენ ეს განვახორციელეთ წმინდა ათონის მთაზე, ესე იგი დაიწერა ეს ხატი და უდიდესი მადლი და სიყვარული დევს ამ ხატის დაწერის პროცესში თვით ათონის ბერების მხრიდან და დღეს ეს ხატი ჩამობრძანდა საქართველოში. და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს შემოვყოფებით საქართველოს დედაქალაქში თბილისში და უახლოეს მომავალში ეს ხატი ჰპოვებს თავის ადგილსაყოფოს უკვე აფხაზეთში. თქვენ ხედავთ, რომ ულამაზესი ხატია და ეს ხატის მობრძანება ნიშნავს, რომ ღვთისმშობელი ბრძანებს, ღვთისმშობელმა მოგცა ასეთი კურთხევა და იმედი, რომ ნუ გეშინიათ ქართველნო, ნუ გეშინიათ აფხაზებო, მე მალე გაგაერთიანებთ. ეს ნიშნავს, რომ ღვთისმშობლის სიყვარული კიდევ ერთხელ ფარველობს ჩვენ ცოდვილ ერს, კურნავს მას, პატიებს ბევრ შეცდომებს და ამიერიდან ამ ხატის ჩამობრძანება კონკრეტულად აფხაზეთისათვის ნიშნავს პირველ მერცხალს და მე ულოცავ ყველა აფხაზეთის მკვიდრს, აფხაზ ხალხს, ქართველ ერს ამ დიდებულ დღეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ფესტივალში აღდგომიდან ამაღლებამდე მონაწილეები მიიღო. თამარ შალვაშვილი, ცოტნე ცეცხლაშვილი და ელენე ბერიევა ის შემსრულებლები არიან, რომლებიც 28 აპრილს დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობენ. მათ დღეს ერთობლივად კათოლიკოს პატრიარქისთვის რახმანინოვის რომანსი დაუკრეს. ეს არის მაჩვენებელი ჩვენი კულტურისა და საერთოდ მუსიკა არის ზეციური წარმოშობის და ქართულ ხალხს ეცასთან აქვს ჭიდრო კავშირი. ეს განსაკუთრებული დღე იმით არის, რომ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ და სწავლობენ, მათი კონცერტი იქნება, ეს არის ალექსანდრე კორსანტიას კლასის კონცერტი, სამი შემსრულებელი იქნება, ელენე ბერიევა, რომელიც არის ეროვნებით ოსი, ასევე თამარ შალვაშვილი იქნება, რომელიც უსინათლოა და ბრწყინვალედ შემსრულებელია, ბრწყინვალედ უკრავს, ასევე ცოტნე, მათი მეგობარი, მათთან ერთად სამივენი შეასრულებენ კონცერტს. საპატრიარქოს რეზიდენციას ებრაელი მომღერალი სტუმრობდა, რომელიც საქართველოში სწორედ კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით დაწყებულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. სპეციალურად საქართველოს ეკლესიის მეთაურისთვის მანაც შეასრულა ერთი სიმღერა. წლევანდელი კონცერტების სამხატვრო ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტიაა. უწმინდესის ნახვა და მაგასთან შეხვედრა და მაგასთან ურთიერთობა არის უნიკალური გამოცდილება. მე ბედნიერი ვარ, რომ რამდენიმე მე მქონია და კიდე იმედი მაქვს, რომ ბევრი მელის. გახარებული ვარ განსაკუთრებულად, რომ ახალგაზრდებმა, ჩემმა სტუდენტებს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გაეცნოთ ჩვენი პატრიარქი. საქართველომ ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ძალიან მომეწონა თბილისი, ხალხი, ურთიერთობები. ადამიანები ამ ქვეყანაში ძალიან გახსნილები არიან. კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრამ ძალიან დადებითი ემოციებით ამავსო. ძალიან გახარებული ვარ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ფესტივალი აღდგომიდან ამაღლებამდე პირველად 2006 წელს ჩატარდა. იგი ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში იწყება და ამაღლების დღესასწაულზე სრულდება. წელს ფესტივალი 27 აპრილს გაიხსნა და მასში 400-მდე შემსრულებელი მონაწილეობს. 1 მაისს დაგეგმილ კონცერტზე კათოლიკოს პატრიარქის ნაწარმოები სანქტუსი შესრულდება.
სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული 96 მოსწავლე პარლამენტის თავმჯდომარემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ფულადი პრემიებითა და სიგელებით დააჯილდოვეს. მოსწავლეებთან ერთად ფულადი ჯილდოები წარმატებული მოსწავლეების სკოლებსაც გადაეცათ. 2011 წელს პირველად ოლიმპიადისთვის შესარჩევი პირველი ტური საგანმანათლებლო რესურს ცენტრებმა სკოლებში ჩაატარეს. მეორე და მესამე ტური კი სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა. პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ძირითად მიზანს ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, განათლების რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება და მოსწავლეებისა და პედაგოგების წახალისება წარმოადგენს. საქართველოს თავარი რესურსი გახლავთ ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ახალგაზრდობა და განათლებული ახალგაზრდობის გარეშე, წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდობის გარეშე საქართველოს ხვალინდელი დღე ვერ იქნება წარმატებული. სწორედ ამიტომ სასკოლო სისტემის რეფორმა, სკოლაში განათლების ხარისხის ამაღლება იყო და რჩება ერთ-ერთი ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და მე მოხარული ვარ, რომ სამინისტრომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა განახორციელა ამ მიმართულებით. მათემატიკაში და ინფორმატიკაში ავიღე პირველი ხარისხის დიპლომი. გამარჯვება იყო ძალიან რთული, რადგანაც წელს ყველაზე მეტი რაოდენობის მონაწილე იყო. იუსტიციის სასწავლო ცენტრში საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი საიტისა და ახალი სერვისის სფეროში განხორციელებული სიახლეების სტუდენტებს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარემ თავად გააცნო. იმისათვის, რომ სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ, საიტზე ყველა ნორმატიული აქტი და საერთაშორისო ხელშეკრულებებია განთავსებული. უახლოეს მომავალში კი ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნაც იგეგმება. ჩვენ აუხსენეთ მათ თუ როგორ უნდა განახორციელოთ ნორმატიული აქტის მოძებნა და გაცნობა. მათ საშუალება ექნებათ უფასოდ, რა თქმა უნდა, გაეცნონ ყველა საქართველოში მოქმედ ნორმატიულ აქტს და მათ შორის დაუყოვნებლივ იმ სიახლეებს, რაც მიიღება როგორც საქართველოს საკანონმდებლო აქტების კუთხით, ისე თვითმმართველობის აქტების კუთხითაც, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებსაც. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნული ინფორმაციისთვის თვალყურის დევნება და აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვეტთ მსგავსი პრეზენტაცია გავუკეთებინა მათთვის და იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მათ გამოადგებათ პროფესიულ განვითარებაში. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ახალი ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია გამართა. სიახლის მეშვეობით მოქალაქეები, რომლებიც ბიუროს განცხადებით მიმართავენ, პასუხს ელექტრონულად მიიღებენ. ახალი პროგრამა უწყების ვებგვერდზე ბანერის სახითაა განთავსებული და მომხმარებელს შეუძლია განცხადების შემოტანისთანავე მიღებული კოდი საიტის ფანჯარაში შეიყვანოს და პასუხი ონლაინ რეჟიმში მიიღოს. შემოთავაზებული სერვისი მოქალაქეებს მომსახურებას გაცილებით უმარტივებს. იქ სადაც შენი სახლია, თბილისის ისტორიის მუზეუმი ელენე რაქვიაშვილის გამოფენას მასპინძლობს. სივრცულ კონცეპტუალური პროექტი 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს: თვითმყოფადობა, თამაში, გამოცდილება და რა თქმა უნდა სიყვარული. ეს ყველაფერი კი ფოტო, ვიდეო და ინსტალაციის ფორმით არის წარმოდგენილი. დომინანტი ფერი შინდისფერია და ამასაც თავისი მიზეზი აქვს. ავტორის განმარტებით საიტ ვიკიპედიაზე განთავსებულ მსოფლიო რუკაზე საქართველოს საგანგაშო ქვეყნების რიცხვშია მოქცეული და ამ კატეგორიის ქვეყნების შინდისფრად არის მონიშნული. ეს გამოფენა კი არის ერთგვარი პროტესტი ფერებით განსაზღვრული პროგნოზების მიმართ. როგორც თავად ხელოვანი ამბობს, თავარია გიყვარდეს ის ადგილი, სადაც შენი სახლი გეგულება, შეინარჩუნო შენი თვითმყოფადობა და ცდილობდე იყო ბედნიერი. თითქმის წელიწადი ამას ვამზადებ. რომ გამომეხატა ჩემი აზრი აი ამ იმაზე ვინ ვართ ჩვენ, საიდანო ვართ და მიუხედავად რომ მოსაზღვრული გვაქვს ფერი, მიუხედავად რომ ეს მოშვილდისფრო ფერი გვაქვს უკვე ვიკიპედიიდან თქვენ ალბათ ნახეთ ამ მასზე, მაინც გვინდა რომ გავიხსენოთ ვინ ვართ, რა გენეტიკური კოდი გვაქვს, რა კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს და როგორ გვიყვარს, როგორ ვთამაშობ და ასე შემდეგ. ანუ ეს ჩემი ხედვა. ეს არ არის გათვლილი მარტო ქართველზე, რომ მან გასაზღოს იქ საიდანაც შენ ხარ. ეს არის საერთოდ ყველა იმ ადამიანზე, სულ ერთია ფრანგი იქნება, გერმანელი იქნება თუ რომელი წარმოშობის. აი ამაში დევს შემდგომ სხვადასხვა პატარა კონცეფციები. ნუ ეხლა ამასთან დაკავშირებით იქ საიდანაც შენ ხარ, არ იყოს სიყვარულის თემა სრულიად წარმოუდგენელი. აგრეთვე წარმოუდგენელია თვითმყოფადობის გამოვლენა. აი თვითმყოფადობის თემა არის ორ ინსტალაციაში. ერთი არის თამაში ჩემი, თამაში შენი.
კონცეპტუალური წარმოდგენების მოყვარულებს გამოფენის დათვალიერება 6 მაისამდე შეეძლებათ.